დღეს ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმში 1921 წლის მარტის მოვლენებთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა ბათუმის გადარჩენისთვის მიმდინარე ისტორიული მოვლენები გაიხსენეს და იმ დროის გამოჩენილ გმირებზე გაამახვილეს ყურადღება. წაიკითხეს ნაშრომები გიორგი მაზნიაშვილის დამსახურებაზე. მის სახელს უკავშირდება 1921 წელს ბათუმის გათავისუფლება ოსმალებისგან. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტები ნაშრომებზე 2 თვის განმავლობაში მუშაობდნენ. კონფერენციას პროფესორები და ისტორიკოსები ესწრებოდნენ. 1921 წელს ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სამეცნიერო კონფერენცია მერვე წელია იმართება და მას ორგანიზებას ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმის სამეცნიერო საგანმანათლებლო ცენტრი უწევს. სტუდენტები მრავალი კვირაების განმავლობაში ვეძიებდით ინფორმაციებს 1918 წლების მარტის მოვლენებთან დაკავშირებით, თუ რა წვლილი შეიტანა აჭარელმა ხალხმა და ბათუმელმა ხალხმა იმისათვის, რომ დღეს ბათუმი საქართველოს ერთიან შემადგენლობაში ყოფილიყო და თუ რა წვლილი შეიტანეს კერძოდ გიორგი მაზნიაშვილის დამსახურება უდიდეს პატივისცემით მოიხსენიეთ, რადგანაც მისი წვლილი უდიდესია აჭარის შენარჩუნებაში, იმისათვის, რომ ოსმალთა წინააღმდეგობა გაეწეათ და ბათუმი დარჩენილიყო საქართველოს ერთიან შემადგენლობაში. სტუდენტებმა ძალიან ბევრი რამ გააკეთეს მთელი 2 თვის განმავლობაში. ეს სტუდენტები, ესე იგი, არქივებში, ბიბლიოთეკებში ისხდნენ, ეძებდნენ და ისეთი მასალები იქნა წარმოდგენილი, ისეთი საინტერესო საარქივო დოკუმენტი იქნა წარმოჩენილი, რომელიც აქამდე უცნობი იყო საზოგადოებისათვის, განსაკუთრებით პირველი 2 მომხსენებელი, თუ რა როლი თამაშა მეჯლისმა, მემედ აბაშიძის მეთაურობით და აქაურმა მუსლიმანულმა საზოგადოებამ იმ პერიოდში, ესე იგი, ბათუმში პოლიტიკური სიტუაციის დაძაბვაში თუ განეიტრალებაში.